საზაფხულო სესიის სხდომა ეკასთვის და შვედეთის ხელისუფლებისთვის ვერ დაიწყო კარგად. ეკამ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მის მიერ ამოქმედებული ჩემი აკრძალვის დრო ამოიწურა და პარლამენტში დაუბრუნდი. შვედებს კი არც მეტი არც ნაკლები ირაკლი კირცხალიას რისხვა დაატყდათ თავს. და ზოგადად შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი. შემაშფოთებელია, რომ შვედეთში ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა. ასევე გვაშფოთებს ეკონომიკური სტაგნაცია თქვენს ქვეყანაში და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას. ასევე შემაშფოთებელი ფაქტია, რომ სამწუხარო თქვენს მოქალაქეებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ მკურნალობის მისაღებად. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მიერ გამოხატებული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ობიექტურ მოცემულობაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გულითადად მოგიწოდებთ დროს თუ დახარჯავთ საქართველოში არ არსებულ პრობლემებზე შფოთვაში და ჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეს დღეს თქვენი სახელმწიფო დგას. დასასრულ აღნიშნავ იმასაც, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს და მომავალშიც აუცილებლად გამოვხატავთ ჩვენს მზარდ შეშფოთებას შვედეთში და არა მხოლოდ ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს ვინმე კირცხალიას ნებისმიერი სხვა ქვეყანა რომ ეხსენებინა. მოვიყვანდი ამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებლებს, ინდექსებს დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, სიტყვის თავისუფლებაზე და სხვა. და მე ამას კირცხალიას მთავრობის პირობებში საქართველოს მაჩვენებლებს შევადარებდი. მაგრამ მან მაინც და მაინც შვედეთი აერჩია და ყველანაირ შედარებას უბრალოდ აზრი დაუკარგა. მაგრამ ერთს მაინც გეტყვით, ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს შორის 2025 წელს შვედეთი მეოთხე ადგილზე იყო. ფინეთის, დანიისა და ისლანდიის შემდეგ. და კი, ამ თემაზე სერიოზულად მსჯელობა მართლაც უხერხულია. გამარჯობათ. ხო არაპირებთ რომ შვედეთში წახვიდეთ რომ გაუზიაროთ როგორ აღმოფხრან ანტიდემოკრატიული პროცესები ირაკლი. შვედ ხალხს ნერვიულობთ, არა მერჩევები გააქვთ. არა, ძალიან ანტიდემოკრატიული პროცესები არისო, კირცხალიამ თქვა და რა ვქნათ შვედ ხალხს რა მოვუხერხოთ, ძალიან ანტიდემოკრატიულ პირობებში ცხოვრობენ თურმე და თქვა რა სიტყვით ამ თემასთან დაკავშირებით. შვედი ხალხი რო თურმე ძალიან ანტიდემოკრატიულ პირობებში ცხოვრობს და ძალიან ცუდი ქვეყანა რო ყოფილა შვედეთი, გუშინ თქვა კირცხალიამ სხდომაზე და უსმინეთ ალბათ და რას ფიქრობთ ამ თემაზე რა ვქნათ? როგორ დავეხმაროთ? შვედებზე თქვენ სერვიულობთ რომ მითხრათ ძალიან ანტიდემოკრატიული ქვეყანა არის. თქვენზე ვინერვიულებთ საფუძვლად არ გაძლევთ კომენტარს და მაინც დაჟინებულად. მე უნდა ვინერვიულო ამაზე. თავყაროთ რა თქმა უნდა, თუ არ განერვიულებთ, რას იღებთ ჩემო კომენტარს? შვედ ხალხს ენერვიულობთ. გამარჯობა. მე მინდა გკითხოთ, აი შვედ ხალხთან დაკავშირებით გუშინ ირაკლი კირცხალია ხელავდა, რომ ძალიან ანტიდემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს შვედეთში და შეშფოთებული იყო და თქვენ შეშფოთებული ხართ? რას ქვია შეშფოთებული იყო? შეშფოთებას გამოვხატავ შვედეთში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესებით. კირცხალიამ გამოხატა თავისი პოზიცია იმ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, რა განცხადებაც არა, შვედეთი არისო თვითონ ანტიდემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს. რამე რჩევა ხო არ გაქვთ შვედ ხალხთან ამ ანტიდემოკრატიულ ქვეყანაში როგორ უნდა გაუმკლავდნენ პროცესებს? ირაკლი კირცხალია იყო გუშინ შეშფოთებული და ანტიდემოკრატიული ქვეყანა არის შვედეთი თქვენი აზრითაც? ეროვნულ პოლიტიკამ და ეს ამას ვოუკის სიგიჟებს თავიდან იმურდა, ყველაფერს ეშველებდა. შვედებზე ამბობთ მაგას? და რა, თქვენ რა არ მოგწონთ კონკრეტულად აი შვედეთში მაგალითად რომ მითხრათ? მითხარით უპირატესობას. ეს არ მოგწონთ მხოლოდ იქ რაღაცა ადამიანის უფლებებიო, ანტიდემოკრატიული პროცესებიო. საემიგრაციო პოლიტიკა და ასე შემდეგ ასე. ჩვენ პრობლემა. და ხო არ ფიქრობთ რომ ეს შვედეთიდან გამოქცეული შვედები ჩვენ მოგვაწყდებიან აქ საზღვარზე? სტუმართ მოყარე ერი ვართ არა. არა, ტოლვილად თვითონ ხო არ მოითხოვენ ჩვენთან ჩაბარებას რომ თავშესაფარი მივცეთ? ნახოთ, შესაძლებელია ყველაფერი. და თუ იცით იქ ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ ხალხს, ციხეში უშვებენ? ანტიკონსტიტუციური ქმედებებისთვის აუცილებლად იჭერენ ყველაფერს. ტროტუარზე დგომისთვის თუ იჭერენ? იჭერენ ტროტუარზე დგომისთვის, ხო ანუ? ზახაროვა და თქვენ დრო შვედებს ერთდროულად ლანძღავთ შვედეთს დამთხევა? ხო, დამთხევა? დამელაპარაკე კაცო, მოდი ერთი წამი, მოდი. ითხოვები ერთი წამი.
იცი რა მაინტერესებს აი ეს ერთდამი კითხვა მაქვს კაცო ვისთან მოხვედით არ მიკითხავს ზახაროვა და თქვენ ერთდროულად რო ლანძღავთ შვედეთს დამთხევა არის მაცალე თქვენ და მარია ზახაროვა ერთდროულად მეც მუშაობ ხო და აქცენტ პასუხი მარია ზახაროვას მოსაზრება თუ იცით შვედეთზე მაინტერესებს ქართული ოცნებისნაირი პოზიცია აქვს ზუსტად და მე მაგიტომ მაინტერესებს ზუსტად ირაკლი კირცხალია რასაც იძახის პასუხი რომ არ მაინტერესებს გაგიცით პასუხი ეხლა მიბრძანდით დამატებით ნუ ყვირით ეკა ნუ ყვირით მარია ზახაროვას და ირაკლი კირცხალიას ერთნაირი მოსაზრება რო აქვს შვედეთზე თქვენი სახელი თიკო მე გაგიცით უკვე პასუხი ეხლა 50 ჯერ შემეკითხე არ მაინტერესებს ზახაროვამ რა თქვა მე ირაკლი კირცხალიას აზრს ემთხვევა მაგიტოა საინტერესო თიკო მომისმენთ პასუხი ხო გაგიცით ხო აიღეთ კადრები ეხლა მიბრძანდით მაცალეთ ეხლა სხვა ტელევიზია სხვა კითხვაც მაქვს მაცალეთ ეხლა მუშაობ კოცის პროპაგანდა ამ აბსურდამდე დავიდა და იმ კვერცხის ფასიც აღარ აქვს პრემიერის ინიციატივით რომ გაიაფთა თურმე. რაც მთავარია ირაკლი თვალყურის დევნებას გააგრძელებს შვედეთზე. მანამდე კი მისი პატრონი ირაკლის და სხვა მარიონეტების საშუალებით ქვეყანაში განსხვავებული აზრის ბოლომდე აკრძალვისთვის კანონებზე მიიღებს. კანონი მესამოსმეთ გაუქმებული ოპოზიციის მედიის სამოქალაქო სექტორის შემდეგ ხელისუფლად წოდებული პროტესტს კრძალავს. რეჟიმს დაქვემდებარებული სასამართლო კი ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო ციხეში უშვებს. თუმცა ციხეში მაინც შეიძლება მოხვდეთ თუ არც ტროტუარზე დადგებით და არც აქციაზე გახვალთ. იფიქრა არალეგიტიმურმა ქოცმა და მოიფიქრა. ვინც ჩვენს ლეგიტიმაციას არ აღიარებს, ყველას დავიჭერთო. ყველა რო დავიჭიროთ, ვინც არ გაღიარებთ, მაგდენი ადგილი გვაქვს ციხეებში თუ იცით? აი ყველა რო დაიჭიროს ქართულმა ოცნებამ, ვინც არ აღიარებს, მაგდენი ადგილი გვაქვს ციხეებში. არა, ეგრე თქვენს გუში რომ ვინც არ გვაღიარებსო, სისხლის სამართლის პასუხისგებლობაზე ვფიქრობთო და ადგილები თუ გვაქვს მაგდენი ციხეებში თქვენ თუ იცით. თუმცა პროპაგანდა ყველაფერს შეგიფუთავთ დემოკრატიულობით, ეროვნულობით, ფსევდოპატრიოტიზმით. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ დემოკრატიას აქვს უფლებები დაიცვა საკუთარი თავის შესაბამისად სიტყვის თავისუფლებაც არ არის უსაზღვრო თუ ის სამართლებრივ ქაოსს ქმნის და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. საქართველოს აპირებს კანონმდებლობით მკვეთრად გამიჯნოს აზრის გამოხატვა და საჯარო მოწოდებები. გამიჯვნა ზოგადად ოცნების ძლიერი მხარეა. ხან სპორტს და პოლიტიკას მიჯნავს, ხან კულტურასა და პოლიტიკას. ბოლო გამიჯვნის ფარგლებში ბათუმის დრამატული თეატრის მენეჯმენტმა გააუქმა სპექტაკლი მიზეზით, რომ რეჟისორი გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას. ობიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელება უნდა დაეგეგმა და აცდებოდა ცენზურას. აზმინდაზე ვილიქს ისევ მილყვები თითქოს გზას ამოთხისკენ სავალი შვედეთშიც თუ იკრძალება სპექტაკლები პოლიტიკური მიზეზით და ტროტუარზე დგომის გამო თუ იჭერენ ხალხს, ამას კირცხალიას მონიტორინგი დაადგენს. მანამდე კი არ გეგონოთ, რომ კოლექტიური ქოცის პროპაგანდის სამიზნე მხოლოდ კონკრეტულად ერთი რომელიმე ქვეყანაა. კომპრომეტირებული ჰელსინკის კომისია ახალ სკანდალში. ხომ არ გგონიათ, რომ ამაზე შეჩერდებიან? კონგრესი ბრიუსელის წინააღმდეგ. ბრიუსელი მაინც განსაკუთრებით სძულს ქოცს. ევროპის პოლიტიკა, რომელიც ამერიკულ სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. და აქ ხომ გგონიათ, რომ ევროპას ებრძვის ქოცი და ამერიკის მხარეს არის და უცებ ბიძინას კარის ფილოსოფოსის ნააზრევს გტენით. ოლიგარქიული ოჯახები და დონალდ ტრამპი, რომელიც მშვიდობის მტრედის იმიჯით პოზიციონირებს, თუმცა რეალურად მთელ სოფლიოში ომებს აჯახებს. ზაზა შათრიშვილი თავის ახალწერილში შეერთებული შტატების პრეზიდენტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ტრამპი ჩრდილოვან მმართველებთან ერთად მოქმედებს. პროპაგანდის არსიც ეგ არის, რადგან შესარების სიმართლეც აღარ დარჩა, მხოლოდ ერთმანეთში არეული ტყუილებით უნდა გავიდნენ ფონს. პროცესების დემოკრატიულად შესაფუთად დებატებსაც შემოგთავაზებენ. ოღონდ ისეთ საკითხებზე, რომლის გააქტიურებაც თავად უნდათ და ისიც მხოლოდ ერთმანეთთან იდებატებენ. ხალხის ალაიზიარებს ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ინიციატივას საგარეო კურსზე დებატების დაწყების შესახებ. საქართველოს საგარეო კურსზე, რომელიც ქვეყნის მთავარი კანონით, კონსტიტუციით არის გარანტირებული და მოსახლეობის 80%-ის არჩევანია, თურმე დებატებს საჭიროებს. სანამ ერთმანეთში იდებატებენ, მანამდე შალვა ბრიუსელს გაებუტა. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს არის პოზიცია დღეიდან ჩვენ აღარ მოვითხოვ არანაირ დაგმობას და გამიჯვნას და ეს პერიოდი ვცდილობდი. მოთხოვნით თუ მის გარეშე ერთადერთი ვისაც ევროკავშირი ამ ქვეყანაში
მობს ქართული ოცნება და მათი ოლიგარქი პატრონია. ტრამპმაც არადა არ დაურეკა ყაველაშვილს, არც ივანიშვილს მოუხსნა სანქციები. ის 20 იანვარიც უკვე ორჯერ გავიდა ქოცი, რომ ამერიკასთან უნდა დალაგებულიყო. ისე ჩანს, კიდევ ბევრი 20 იანვარი გავა. ამასობაში პროპაგანდის საწარმოს მფლობელმა მოიწერა მე წავედიო. ბოროტიენები ამბობენ, სანქციების შეეშინდაო და მოვიდა ვინმე უშიშარი და არაფერია იმაზე სიმბოლური, რომ პროპაგანდისტული იმედის ახალი მფლობელი უბრალოდ ტიტუშკაა. ყოფილი მაღალჩინოსნები ციხეში, ტიტუშკები ტელევიზიების მფლობელებად. ამათ რომ კითხო ყველაფერი რიგზია, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ კანონების გამკაცრებისა და კორუფციასთან ვითომ ბრძოლის ისტერიკა სიმშვიდეს აშკარად ვერ ასხივებს. პრემიერის ინიციატივით კერძო სექტორთან გამართული კონსულტაციების შედეგად ორშაბათიდან კვერცხის ფასი შემცირდება. მაგრამ რაღაც კარგიც ხომ ხდება. კვერცხი გაიაფდება ორშაბათიდან. სუსის სუპერმარკეტებში შესვლის მთავარი შედეგი და მონაპოვარი ჯერჯერობით ეს არის. ბოლო 5 წელიწადში საქართველოში კვერცხი 50%-ით გაძვირდა. ბოლო გაძვირება 2026 წლის იანვრის დასაწყისში მოუწია. ეს მრავალგზის გაძვირებული კვერცხი ახლა ბიზნესზე ზეწოლის შედეგად ხელოვნურად გაიაფდება და სინამდვილეში მაინც იმაზე ბევრად ძვირი ეღირება, რაც მანამდე ღირდა. მაგრამ არ ვნერვიულობ. ქართული ოცნების დეპუტატებმა უკვე აიღეს გაზრდილი ხელფასები და როგორმე გაწვდებიან. ბატონებო, გაზრდილი ხელფასი აიღეთ უკვე იანვრიდან, რომ მითხრათ. ფასებმა დაიკლო, გაიაფთა პროდუქტები. არ მოგვიწდა ახალგაზრდა. რატომ ეჩხუბებით? მე არ გელაპარაკები. ხოვრებით როგორ დაუტკბე მაინც რა მერჩევები ხო არა გაქვთ? ფასებზე ხო არ იცით რა ხდება, ბატონო ვასილ? ფასების გაიაფებასთან დაკავშირებით რა ხდება? გაიაფთა პროდუქტები? თქვენც გეცინებათ ხო? არა, შეზემეცინე. არა, მართლა ძალიან სასაცილოა. რა კაი გოგო. სუსი რო შევიდა. გამოდივარ სერით. ბატონო ვასილ. მე უნდა გაიაფთა თუ არა. გეგ ხო არ იცით, იმიტომ რომ ეს კომისია სუსი შევიდა მარკეტებში მთელი ამბავი არის ატეხილი და რამე შედეგი თუ გვაქვს. ჟურნალისტი ხარ? მე კი დამთავრებული მაქვს. ჟურნალისტიკური? ბაკალავრიც დამთავრებული მაქვს და მაგისტრატურაც დამთავრებული მაქვს. როგორ ფიქრობ შენ? ფასებზე არ გაიაფებულა, გაძვირდა პირიქით. ეხა იანვრიდან კიდე გაძვირდა ბატონოს. შენ როგორ ფიქრობ, რატო არ ეკეთება ეს კომისია, რატო მიდის მუშაობა, რომ შედეგი რა გვინდა? ხო როგორ ფიქრობ? მე ანუ სუსის მარკეტებში შევარდნით, შედეგი არ ვიცი რა შეიძლება რომ იყოს რა. შევარდნები იყო, საერთოდ არ შევარდნილი არა. აბა რა ქნეს, შევიდნენ და დოკუმენტაცია ამოიღეს და წამოიღეს. სუსი არის შესული მარკეტებში, არ იცით თქვენ? ყველაფერი ვიცი გეუბნები, თუ მგინდა ჩემი აზრი გაინტერესებს, არავინ არ შევარდნები იყოს უცით და აბა რა შევიდნენ? კაი. საიდან იცი, ვინმე თქვა, ის არის მარკეტი თქვენს რომ შემოვარდნენ, გავიწროებენ რამეს. კიო, წაიღესო დოკუმენტაციაო, წაიღესო ჩვენ. დოკუმენტაცია მოთხოვეს, რომ შეისწავლონ. ეს ნორმალური არის. მისმენ რომ ის შეისწავლონ თვითონ ამის წარმოშობა. ვინ უნდა შეისწავლოს? სუსმა? არა, ნუ ვინც ეკუთვნის. ვინც შეისწავლის. ეკუთვნის. კონკურენციის აგენტოს ეკუთვნის წესი. როგორ არა? ვინც შეისწავლის, მნიშვნელობა არ აქვს. ვისაც დაავალებენ შეისწავლოს. შეისუსი უნდა იზრუნავდეს ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე. იქ არის გამოყენებები სხვადასხვა, რომელიც ალბათ მე არ ვარ, მაგის იურის პროგრამა არის იქ გამოყენებები, რომელიც შეისწავლის მაგალითად. ხო და რამე? დადებენ ისეთ შედეგს. ჯერ არ გვაქვს ხო შედეგი? არა, მომისმინე. შევარდნა, ვინმე დაიჭირეს, ვინმე სამი მოთხოვეს თუ რა. კი, გაიაფე. შეისწავლიან თემას და მე ისე მიუძგებიან კომისია შეისწავლის თემას, რომ რაღაცა გამონახავენ ერთმანეთში საერთო ას, რომელიც როგორ შეიძლება ფასების დაგლება. და დააკლდება ფასები მე ამეთი ხო? არა, თუ რაღაცა სხვაზე ვიძახი, თუ აღმოჩნდება ისეთ სამონები, რომელიც თქვა 230%-იანი დარეცხობი აქვს, და ეს სუსმა უნდა შეისწავლოს. სუსმა? ხო. ვიცი, ყველა კომისია შეისწავლოს, ახლა ისე შეისწავლოს და შეჯარდებიან. ჩემი მაინტერესებს კითხოს რომ ის დააკდა ფასები ვასიკო, უკვე ორ წუთი დააკდება ფასები. დრო უნდა ანუ ამას. დრო უნდა შესწავლას უნდა, დრო უნდა თვითონ შეთანხმება უნდა ამ თვითონ ბიზნესის აწარმოებს, ხო? ხო, ისე ძალიან დიდი ხანია ეს ფასები მაღლა არის და სულ იწახის ამას ქართული ოცნება, რომ გაიაფდება. გაიაფდება უცებ. კი ბატონო. არ მინდა ვასილს გული დავწყვიტო, მაგრამ მას შემდეგ რაც პრემიერმა და სუსმა ფასების კვლევა დაიწყეს, ქვეყანაში ისევ ყველაფერი გაძვირდა. საქსტატის 2026 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, ფასები გაიზარდა თითქმის ყველაფერზე, როგორც პროდუქცია, ასევე ჯანდაცვაზე და მომსახურების სფეროში. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9%-ით. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, ფასები აქ მომატებულია 2.4%-ით. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე დაზღვევა 8.5%, პირადი ნივთები
3.5%, საფინანსო მომსახურება 2.6%, პირადი ჰიგიენა 2.3%. წლიური მაჩვენებელი ცხადია ბევრად უფრო დიდია და გარკვეულ ქვეჯგუფებში ფასების ზრდა 10% და უფრო მეტია. თუმცა პრემიერის ინიციატივით კვერცხი გაიაფთა და ეს მართლაც რომ ძალიან დადებითი მოვლენა. დღევანდელი განცხადება, რომელიც გავრცელდა კვერცხის ფასების კლებასთან დაკავშირებით, შეიძლება შეფასდეს როგორც დადებითი მოვლენა, კარგია. კვერცხები იქეთ იყვნენ და დადებითი მოვლენებით ვერ დაიკვეხნის ოცნების ნაქები განათლების რეფორმა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებით იქაური ქოცებიც კი შეშფოთებულები არიან. წერილიც მისწერეს ოლიგარქს, თუმცა გაირკვა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და დარგის სპეციალისტებთან და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან კონსულტაციები უბრალო ფორმალობაა. თანამკაც უკვე ამხელა კატამარანის გეგმა აქვს წარმოდგენილი. აქ არ იქნება შთანთქმა. ეს არის დიდი ოკეანე, ცოდნის, მეცნიერების, განათლების, ეს არის დიდი ოკეანე. ჩვენ გვყავს ორი დიდი ლაინერი. მოხდება ამ ლაინერების სასაგეცურის მაგივრად კატამარანი იქნება. ამ კატამარანს რომ ავაშენებთ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოყენება მოვუძებნე. რო გავაერთიანებთ ამ უნივერსიტეტებს რო გავაერთიანებთ, ყაველაშვილს ხوار ჩავაბარებინოთ მანდ. თესეუს და ტექნიკურს რო გავაერთიანებთ და დიპლომი ექნება. რა სიტყვით? მითხარით კი თუ არა? თესეუს და ტექნიკურ უნივერსიტეტს რო გავაერთიანებთ, ყაველაშვილს ხوار ჩავაბარებინოთ იქ მერე. რა სიტყვით? იცით ჩააბარებს ნეტა? კარგი აზრია მე მგონი. ის პირველად ჩააბარებს. როგორც უდიპლომო პრეზიდენტი შეფუთა ოცნების პროპაგანდამ, ისე ფუთავს ახლა განათლების ვითომ რეფორმასაც. ახლა გაირკვა, რომ თურმე ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა განადგურებულია და ცუდია. არდა სულ რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტის 104 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას მოქმედი მინისტრი მის სიდიადეზე და განუმეორებობაზე საუბრობდა. ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელმაც უკვე მეორე ასწლეულში შეაბიჯა, დღემდე საქართველოს საინჟინრო განათლების წამყვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო უმაღლესი სკოლაა. ჩვენ და საამაყოდ უნდა ითქვას, რომ მან არაერთი თამამი სიტყვა თქვა ქართულ საინჟინრო აზროვნებაში და შორს გაითქვა სახელი. როგორც ჩანს, ამ დროს მიქანაძემ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ სულ რამდენიმე დღეში უნივერსიტეტების გაერთიანებაზე დაიწყებდა საუბარს და ამის გასამართლებლად სამთავრობო პროპაგანდას ტექნიკური უნივერსიტეტის გაშავებას დაავალებდნენ. ჩვენმა დიდმა წინაპრებმა, უნივერსიტეტის დამაარსებლებმა და მათმა თანამოაზრეებმა თავიდანვე ჩაყარეს მტკიცე საფუძველი საამისოდ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი გამხდარიყო არა მარტო მთავარი საინჟინრო განათლების ცენტრი, არამედ შეესრულებინა განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. დღეს ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს ასეთი დიდი ტრადიციების უმაღლესი სკოლა, რომლის კედლებს ბევრი სახელოვანი მეცნიერი და პედაგოგი ახსოვს და რომელმაც არაერთი საამაყო შვილი აღუზარდა ჩვენ სამშობლოს. დღევანდელი საუნივერსიტეტო ცხოვრება სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების სახელმწიფო ხედვასთან და ეს განსაკუთრებით მისასალმებელი. ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს არაჩვეულებრივი ბაზა, გამოცდილება და ძალიან კარგი რესურსი იმისთვის, რომ თავისი სიტყვა თქვას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კიდევ ერთხელ ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში. მიქანაძის ნაკებამ კედლებს ახლა პროპაგანდა გამალებით აშავებს. როგორც ჩანს, გაერთიანების ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტის შენობების გაყიდვა გადაწყდება მალე. როგორც თავიდანვე ითქვა, ამდენი შენობა არ გვჭირდება და მათი გაყიდვით მიღებული ფული უფრო მნიშვნელოვანიაო. თანამედროვე უმაღლეს განათლებას დღეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები და ლაბორატორიები სჭირდება. რა ხდება ამ დროს საქართველოში? კურიერი დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა, რომლის ბიუჯეტი ყოველწლიურად რამდენიმე 10 მილიონი ლარია. თქვენ ახლა თავად ნახავთ, როგორ გამოიყურება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი უმაღლესი სასწავლებელი და თავად შეძლებთ დასკვნების გამოტანას, როგორ უნდა გაუწიოს კონკურენცია მსოფლიოს საგანმანათლებლო ცენტრებს ისეთმა უნივერსიტეტმა, სადაც ყველაფერი მოძველებული და დაზიანებულია. ეს მაშინ, როდესაც 2 წლის წინ რეაბილიტაციისთვის ტექნიკურ უნივერსიტეტში 7 მილიონი ლარიც კი დაიხარჯა. დაზიანებული ინვენტარი, აუდიტორიები, ავარიული კედლები. ასე გამოიყურება ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც კურიერმა უმაღლესი სასწავლებლის სხვადასხვა კორპუსში გადაიღო. ამ
მდგომარეობის მიუხედავად, ლექტორების გარკვეული ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას ეწინააღმდეგება. ახლა მაყურებელმა უნდა გაიგოს, როდის ტყუოდა ოცნება და როდის იყო მართალი. მინისტრი რომ გპ-ის კეთლებს აქებდა თუ სახელისუფლებო პროპაგანდა რომ ამავე გპ-ის კეთლებს აშავებდა. ამ გარჩევაში კი ცხადია სიმართლე სადღაც იკარგება და პროპაგანდისტულ ნიაღვარში კოლექტიური გივი სულ მართალი გამოჩნდება. სინამდვილეში კი გივი სულ მტყუანია, სისტემაა მტყუანი, მოქალაქეებთან, სტუდენტებთან, ლექტორებთან, ზოგადად ამ ქვეყანასთან. მაგრამ სანამ პროპაგანდას მიჯაჭვულ ადამიანებს იმას აჯერებს, რისიც ალბათ ხანდახან თავადაც არ სჯერა ხოლმე, მანამდე ყველაფერს გაიტანს. პერიოდულად სადღეგრძელოებს შემოგვაშველებენ საკანონმდებლო ორგანოდან, თუმცა ზღვარი ყველაფერს აქვს და ხანდახან პროპაგანდაც ისე გიждდება, რომ სათქმელი აღარაფერი აქვს და ჩვენ ხშირად ვსვამთ კითხვას, თუ რამ გადაარჩინა საქართველო, რა მოგვიყვანა დღემდე. როგორ გაუძლო ამ პატარა ერმა საუკუნეების განმავლობაში ამდენ ქართლის შემოტევას, ომსა და ზეწოლას. როგორ მოახერხა საქართველომ, რომ 21 საუკუნეში, მაშინ როდესაც რუკებიდან გაქრა მრავალი დიდი თუ პატარა სახელმწიფო, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ჩვენი ისტორიის წერას. ამ კითხვაზე პასუხი არის ჩვენს იდენტობაში, სარწმუნოებაში, ჩვენს დედა ეკლესიაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა და აერთიანებს ქართველ ერს. პასუხი არის იმ სახელმწიფოებრივ სიბრძნეში, რომლის საფუძველზეც ჩვენი მეფეები და ხელისუფალნი ქართველი ხალხის თანადგომით ყველაზე მძიმე პერიოდში ირჩევდნენ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ ხშირად მტკივნეულ, თუმცა ერთადერთ სწორ გზას. სწორედ ამ ისტორიული გამოცდილების გაგრძელება ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენი გუნდი ახორციელებს. როგორ გავძლო ისე რომ არ უყვარდე და სიყვარულს არ უღეროს დიდება სანამ ქვეყნად გაზაფხული იქნება